წავასწარი შვილს სიტყვაზე უყურებს პორნოგრაფიას, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. მამას როგორი რეაქცია უნდა მქონდეს და დედას, იმიტომ რომ დედები ვიცი მაგაზე. აბსოლუტურად განსხვავებული რეაქცია აქვს მამას. როგორი რეაქცია გამოვხატოთ ბატონო დავით? ვეჭხუბოთ? ჩხუბი უფრო დიდ ინტერესს პატებს. იმიტომ როდესაც მე მივცემ საშინელ რეაქციას, ესე იგი რაღაცა გაია. ხო, ესე იგი რაღაცა საინტერესო აკრძალულია, ხო? ანუ თუ აკრძალულია, ესე იგი საინტერესოა. მაგრამ თუ აქ იქნება ან მამის, ან დედის ხრივად განმარტება, მაშინ საინტერესო აღარ ხდება. ანუ ინტერესის მომენტი უნდა დაუკარგო და არა გაუღვივო. რაც გააკეთა ჩემთან მიმართებაში, ოღონდ სიგარეტზე. მე 5 კლასში ვიყავით ბატონო დავით, მამამ მითხრა რომ სოფო ანუ ჩემი და დედა რო დაიძინებენ, დარჩი შენთან სალაპარაკო, მაგრამ მე 5 კლასელს რომ მამა მაგას მე ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა რომ ქალებს დაეძინა და მამა მეუბნება ასეთ რაღაცას, ახლა შენ იმისაკში ხარო რომ შენი მეგობრები, კლასელები და ყველა დაიწყებს მოწევას. და გაგრძელება მგონია სტანდარტულად რომ არ მოწიო და რა. არ დავინახო რომ ჩამორჩეო. თუ დაიწყებენ მოწევას, შენც მოწიეო. იმიტომ რომ ბიჭებთან ერთად იქნები, ისინი თუ მოწევენ, შენ ხო ისე არ დადგებიო. უბრალოდ ერთს გთხოვო რომ არ დამიმალო, რომ ქუჩაში არ ვინმეს არ უთხრა რომ სიგარეტი მომეც, ფული მოგცე რომ იყიდო ხოლმე. მართლა რა მაგ პერიოდში მართლა ყველამ დაიწყო მოწევა, ოღონდ ყველა იმალებოდა და ეს მოწონდა რომ და დამალულიყო და მოეწია და მე აღარავის თან მქონდა დასამალი. აბსოლუტურად ინტერესი არ გამიჩნდა მოწევის, იმიტომ რომ ვისაც ისინი ემალებოდნენ, მე იმან მითხრა რომ მოწიე. ხო. ძალიან კარგი ტაქტიკა. 39 წლის ვარ და წეველი არ ვარ საერთოდ არასოდეს. მაგრამ გასინჯეთ. რა თქმა უნდა. გასინჯეთ და უკვე წინა პირობა იყო იმის რომ არ მოგეწონებოდა. ხო, თან აკრძალული ხილი არის ხო, ჩემი მეგობრების უმეტესობა ვინც ეწევა, აი მაგ პერიოდიდან დაიწყო, რომ აი ჩუმად ეწეოდნენ და მე რაღაცა პერიოდი ალბათ მიჩვევაც გამოიწვია და აი მე მაგ უგეს დასრულას აქ შეგავსინჯე, შეიძლება ალბათ მე-11 კლასში გავსინჯე. და სიამოვნება ვერ მივიღე. ხო, იმიტომ რომ უკვე ჩადებული იყო, სწორედ ჩადებული ის, რომ ეს არის, მაგრამ ნუ დღემდე სხვა ყველაფერთან ერთად მაგაზეც ვემადლიერებ მამაჩემს.